ეგრეა ბიჭო, ჩვენ საქართველოში გვიგვირს ეს. სოფლიო აფიორა, პატარა ბავშვებიც კი გაიგებენ. წარმოიდგინე პროფესორო, პარის სენ-ჟერმენის მფლობელის ქონება 2025 წლის შეფასებით 8 მილიარდია. ეს ოფიციალურად და ისე რამდენი იქნება კიდე? შეეხება ლონდონის ჩელსის ამჟამინდელი ღირებულება, დედა ბუდიანად, აი აქ გაიხედე გვერდზე. კარგად ნახე. დააპაუზე ეკრანი, შეხედე. თავად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 125 მილიონი. ან როგორ ხდება ეს ყველაფერი, რომ გამაცნო უფრო ამიხილო თვალები ეს გუნდის მფლობელი მიდის ფეხბურთელებთან და ხომარია ანუ ძველი და თავდამსხმელი არის გაფრთხილებული, ის არიტანს, ეს არიცავს. აუ ბიჭო, სულდა მეკარე სადმარხია ძაღლის ფეხიც, თავიც და ნაწლავებიც. რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე, ცოტა ისეთი ანგარიში დასრულებული ფინალი ყველაფერი ხომარი იყო 98 წლის საფრანგეთი ბრაზილიიდან დაწყებული, აგერ ჩელსი პარის სენ-ჟერმენი დამთავრებული. რემონტი გვაქვს, გვაპატიეთ. კიდევ რომელი ფინალი იყო ხომ ვერ მე? არა მაღლა ვიტყვი. გაიგოსა. სკაიპში დამირეკე ლივერპული, დინამო თბილისი, კარლ საიზი, დინამო ეგენი რა მოხდა საერთოდ. კომენტარებში გადავაწყდი ასეთ მოსაზრებას, ლონდონის ჩელსის მფლობელი ამერიკელი არისო და ნახეო როგორ უცინო და ტრამპიო. სოფლიოს წამყვანი ჩემპიონატის ფინალები ასე სიცილ-კისკისით ხომარდება. პროფესორო, ბევრი რო არ ვიტლიკინოთ, ეს არის ჩემი YouTube არხი და შეგიძლია გამოიწერო. 4 გამომწერი და ჩვენ სულ რაღაც 100 ვიქნებით.